ოდესმე დაფიქრებულ ხართ, ვინ არის ის ტიპი, რომელიც თქვენს თავში მთელი დღე ლაპარაკობს? დილით იღვიძებთ და ის გეუბნებათ. კიდევ 5 წუთი დაიძინე. შემდეგ სარკეში იყურებით და ის გეუბნებათ. დღეს საშინლად გამოიყურები. ბრუტალური სიმართლე ისაა, რომ სანამ ამ ხმას უსმენთ, საკუთარი გონების ტყვე ხართ. სწორედ ამაზე გველაპარაკება მაიკლ სინგერი თავის გენიალურ წიგნში თავისუფალი სული. ეს ხმა არასოდეს ჩერდება. ის სულ განსჯის, გეგმავს, შიშობს ან ნერვიულობს იმაზე, რაც უკვე მოხდა. აქ არის ბრუტალური სიმართლე. შენ არ ხარ ის ხმა, რომელიც შენს თავში ლაპარაკობს. შენ ხარ ის, ვისაც ეს ხმა ესმის. თუ გონიათ, რომ ეს ხმა თქვენ ხართ საკუთარი გონების ტყვე. მოდით გამოვიყენოთ მეტაფორა. წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ოთახის მეზობელი, რომელიც 24 საათი გვერდით დაკვებათ. ეს მეზობელი სულ რაღაცას კარნახობთ. ის რატომ გიყურებს ასე? ნეტავის რას ფიქრობს ჩემზე? ვაიმე, ხვალ თუ რამე შემეშალა. ასეთ ადამიანთან ერთ ოთახში 5 წუთსაც ვერ გაჩერდებოდით. სახლიდან გააგდებდით. მაგრამ თქვენ მას უფლებას აძლევთ თქვენს ცხოვრებას მართავდეს. რატომ? იმიტომ რომ გონიათ, ეს ხმა თქვენი ნაწილია. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ გონებრივი ხმაურია. დააკვირდით, როცა ხმა ამბობს, მე შინია. ვინ არის ის, ვინც ამჩნევს, რომ ვიღაცას ეშინია? ეს დამკვირვებელია თქვენი ნამდვილი მე. ეს არის თქვენი თავისუფალი სული. ჩვენი გონება ჰგავს კომპიუტერს, რომელიც ცდილობს სამყარო უსაფრთხო გახადოს ჩვენთვის. მაგრამ სამყარო ისეთია, როგორიც არის. ხე-ხეა, წვიმა-წვიმა. თქვენი ხმა კი ამას პრობლემად აქცევს. კიდევ ერთი მეტაფორა. წარმოიდგინეთ, რომ გულში პატარა ეკალი გაქვთ შერჯობილი. თუ ვინმე ამ ეკალს ოდნავ მაინც შეეხება, თქვენ გტკივათ. ამიტომ აშენებთ კედლებს, რომ ეკალს არავინ მიეკაროს. მაგრამ პრობლემა ეკალია და არა ის, ვინც მას შეეხო. სანამ ეკალს არ ამოიღებთ, თქვენ ყოველთვის იქნებით გარე სამყაროზე დამოკიდებული. როგორ ამოვიღოთ ეს ეკალი? პასუხი მარტივია, მაგრამ რთული შესასრულებელი. უბრალოდ გაუშვით. როცა შიშს ან ტკივილს იგრძნობთ, ნუ დაიწყებთ მასთან ბრძოლას. ნუ დაუწყებთ მის გაანალიზებას თქვენს ოთახის მეზობელთან. უბრალოდ დააკვირდით მას. იყავით ის ადამიანი, რომელიც კინოთეატრში ზის და ეკრანზე საშინელებათა ფილმს უყურებს. თქვენ იცით, რომ ეკრანზე რაც ხდება, თქვენ არ ხართ. თქვენ უსაფრთხოდ ზიხართ სავარძელში. ემოციები ღრუბლებივითაა. ისინი მოდიან და მიდიან. თქვენ კი ცა ხართ, რომელიც ყოველთვის ადგილზეა. აი რა უნდა გააკეთოთ დღეს. როცა შემდეგში ვინმე გაგაბრაზებთ ან რამეზე ინერვიულებთ, გაჩერდით. კითხეთ საკუთარ თავს, ვინ არის ის, ვინც ახლა ამ ბრას ამჩნევს? როგორც კი დამკვირვებლის როლში გადახვალთ, ემოცია ძალას კარგავს. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ პრობლემები გაქრება. თავისუფლება ნიშნავს, რომ პრობლემები ვეღარ გმართავენ. შეწყვიტეთ თქვენი შინაგანი ხმის მოსმენა ისე, თითქოს ის ღმერთი იყოს. ის უბრალოდ რადიოა, რომელიც ცუდ ტალღაზეა მომართული. გათიშეთ ის.